ხო იყო სერიოზული დაპირებები, რომ ხალხო აპრილიდან, 1 აპრილიდან გაგიაფებთ ყველაფერს. ხო, ყველაფერს გაგიაფებთ. ხო ითქვა რა. და შესრულდა ეგ. ოღონდ შესრულდა ქართული ოცნების სტილში. პირიქით დაგვისვეს, გაგვიძვირეს ელექტროენერგია. 5 თეთრით გააძვირეს ელექტროენერგია. ერთი წამე აგერ არის სტატია თუ იმის არ ჯერა რეგიონებში ელექტროენერგიის სამხმარო ტარიფი დედაქალაქის მსგავსად 5 თეთრით იზრდება. ისე რანაირი ისაურია, რა ვიცი. თემ საქართველოში იზრდება რა რეგიონში და მე ბოლოს დედაქალაქის. მოდი მანდ კიდე რას იმას ვსამცი, რო გესმის რომ 5 თეთრით იზრდება, მან ცოტა ვერ ხვდები, იფიქრებ რომ აჰა 5 თეთრი. არა, მე მინდა რომ აქ კონტექსტი შემოვიტან, რომელიც ცოტა გასაგებს გახდეს. აი, დაუშვათ თქვენ თუ ხართ მომხმარებელი, რომელიც ცოტა ელექტროენერგიას მოიხმართ. მაგალითად, 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას თუ მოიხმარდით. აქამდე გქონდათ ტარიფი 14.7, ნუ 15 თეთრი გქონდა აქ. რო დავამრგვალოთ. ხო. და ეხლა გაგიხდება 20. ანუ რაღაცას, რასაც იხდიდი, მეოთხედით გაგიძვირდა. აი რაღაცა ხო მოგდიოდა დენის გადასახადი. მარტივად რო გაიგო, მეოთხედით მე-13. ნუ რასაც იხდიდით, იმასთან შედარებით უკაცრავად, ხო, მე-13-ით მოიმატა. ანუ აი 15 თეთრი იყო, 20 გახდა. ანუ გადასახადი რაც ქონდა, პროპორციულად ეგრე გაგეზდება. ანუ აი მაგალითად როგორი რაღაცა უნდა 40 ლარს თუ იხდიდა ვიდმე, გაუხდა 50 ლარი. აი 30 ლარს იხდი და 40 ლარი გაუხდება. კი. აი ესე გაეზარა 30 ლარს ვინც იხდი და გაუხდა 40 ლარი. ნახე, ოღონდ თან სხვა ეს არის 101 კილოვატამდე ელექტროენერგიის ვინც მოიხმარდით, მაგათთვის ხვამდე გაიზარდა. მაგრამ სხვებისთვის რამე უკეთესი და უფრო დამშვიდებელი კი არ არის. ვინც 101-დან 301 კილოვატამდე ხარჯავდა, ხო, ანუ ყველა ფაქტ თითქმის ყველა, რასაც ხარჯავდა, ის იხდიდა 18.7 თეთრს და ეხლა 23 თეთრს გადაიხდის რა. ან დაახლოებით იგივე მანტები. თქვენ როგორ რაღაცა მე 5-დით აი გაეზარდა ხარჯი. მოდი სხვანაირი კუთხით შევხედოთ ამ ყველაფერს. სხვანაირი როგორ პოზიტივი დავნახოთ რამე? არა, პოზიტიურს არ გეუბნები. სხვანაირი კუთხით შევხედოთ. და რას გულისხმობ? ხო იცი, ყველაფერი შედარებით არის. ხელისუფლება ჩვენ დაგვპირდა რომ ფასების კორექტირებას მოახდინა. ხომ ასე? მოახდინა? კი, ხო მოახდინა. ხო შეიცვალა ფასები. მე რა რომ გაიზარდა ეს უკვე ეს აგრა დეტალებში შეიტანა. არა, მე მაინც. ხო შეიცვალა. ხო, ეგ მართა, ანუ რა არის იცი? მე საერთოდ ხელისუფლებას ვერ დაუკარგავთ ერთ რაღაცას. რა ხელისუფლება რაღაცას ილაპარაკებს. და მე ისე მაგრა განა არ შეასრულებს. ისე მაგრა პირიქით გააკეთებს. რომ ბიჭო, რასე? ანუ ვერ დაუკარგავ მაგ უნარს. აი ილაპარაკა. ნაცია, მოდი წავიკითხავ და გავაგრძელოთ რა, ესე იგი ტრამპმა ცუკერბერგზეს თქვა ჩემთან ერთ სახლში მოვიდა მეუღლესთან ერთად რომ უკანალზე ეკოცნაო და გენერალი ორგი წერს კიდე რომ ირაკლის მოგვიანებით ფულოცავ დაავადების დღესო. აიხარეთ. უერთდებით მოგვიანებით მილოცის. ირაკლისაც გიორგისაც ქონა და ვაფშე აიხარეთ. მე გუში. მე ასეთი შემო. მე და შენ გამოვაკლდით დაბადების დღეს, ხო? მე დაბადების დღეს ყველა მცეკვა გამართეთ. ხო. აი რა კითხვა მაგიცი? ეს რო გვამცნეს. რამენაირად ახსნეს? ეს რო გვამცნეს, ეს ახსნეს. აი რამითი გააправეს ეგ ამბავი? აგერ როგორ არ გააправეს? აგერ ენერგო პროჯორჯიეს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი საწინდარია გაზრდილი ინვესტიცია.
აი ეს მაგარია. არა, ეს ინვესტიციები ხომ უნდა გვიხაროდეს ჩვენ. აი მე მარეგულირებულმა ეროვნულმა კომისიამ ზედმიწევნით კარგად იცის ჩვენი ქსელური პრობლემები და არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობა გაზრდილი ტარიფი ეს არის საწინდარი გაზრდილი ინვესტიციისა და დიდი პასუხისმგებლობისა კომპანიის მხრიდან. გეტყვი. საერთოდ აი ეს ინვესტიცია როგორ მუშაობს? კიდე გაზარდე, კაცო. რა ხერდები ვერ ვიგებ, კაცო. ხო და მაგას ვამბობ. აი ხო ეს ინვესტიცია როგორ მუშაობს? იცი ასე დაждდებიან და გახსნიან ამ ინტერნეტს. აბა მომიძებნე ხა ყველაზე ისეთი ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტად არის ყველაზე მაღალია ეს ენერგო იმებზე დენზე გადასახადი. აი იქ არის მაღალი, მოდი მან მიბაძო. არა, კი არა, მიბაძოთ, მან ჩავდოთ ინვესტიცია, მეტი გადავიხადოთ რა. პირიქით კი არა, სადაც იაფია ელექტროენერგია, მან ჩავდოთ ინვესტიცია. პირიქით არის და მეც ეგ ლოგიკური კითხვა მებადება ბიჭო რა 5 თეთრი ზრდით ამ ინვესტიციას ბარემ ნახე აქ არის საჭირო თარგმანი ნახე ეს ხო არის მაღალ კორპორატიულ ენაზე დაწერილი ტექსტი აი ტექსტი ხო არის და აი ცოტა რო ვერ ირკვევა ანუ რას ქვია ხა აი გაგიძვირეთ და ეს საწინდარია ინვესტიციის თუ ადამიანი ხა იბნევა მოდი მე ჩემ თავზე ავიღებ მუშურ გლეხურზე გადავთარგმნო ეს მაღალი კორპორატიული სიტყვათა წყობა. ხალხო ეს რას ნიშნავს, იცი? მეტი ფული მოგვეცით და დედას გეფიცებით, მე მაგ ფულის ნაწილს უკან ჩავაბრუნებთ, მოგხედავთ თქვენ. უეჭველი ვიზამთ. მეტი ფული მოგვეცით. აი, შინაარსი ეს არის. არა, აი ყოველგვარი აი ირონიის და იმის გარშე, ანუ კერძო კომპანია გეუბნება მეტი ფული მოგვეცით და ნუ ეხლა შემოსავალი მეტი რო გვექნება და აი უკეთეს კაბელს გაგიყვანთ. კი. ეხლა მან რა თემა არის გეტყვით რა. აგერ კიდე ერთი დონაცია. კობახიძე მარა და გვირდებოდა რომ შევეცდები არ გავაძვირებინო დენიო და ვერ გავუქაჩა როგორც შანს ეთყობა ეს. ხო აი გასავარე ხო ეცად. ხო ეცად. აი მე მგონი ჩვენ აი ეს ჩასაფრებული ხალხი როათ ამ თავრობაზე ჩვენ უნდა მოვინანიოთ, იმიტომ რომ თავრობას შედეგებით რო ვაფასებთ, არ არის კარგი. თავრობა უნდა შეავაფასოთ რა გულში რა. გულში აი თავრობამ ხო გითხრა რომ გაგიაფებთ პროდუქტებს ვერ გააიაფა, მაგრამ რა გულით უნდოდა? კაი ხალხი. აი რა გულით უნდოდა შენ რა იცი? აი გულის ხალხი. თავრობას დავიცავ ეხლა. ნახე მე მთავრობა. აი თავრობას არ უნდოდა რომ გაძვირებულიყო ეხლა. კი გაძვირდა, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? კაცო, გულში ხო უნდოდა? მე მთავრობა მეც. მე დავიცი. თავრობა არ არის ღირსი ჩვენნაირი ხალხის, დაუნახავი ხალხი. დაუნახავი. ნახე თქვენ რას აკეთებთ არასწორს. თქვენ ეხლა აკრიტიკებთ თავრობას. თითქოს ის დაგვირდა დენის ტარიფის გაიაფებას. არა კაცო, მან საჭმელზე ილაპარაკა. დენის ტარიფზე როდის დაგვირდა? უკაცრავად, საჭმელ გაიაფა. საჭმელზე ილაპარაკა. ერთი წამი რაღაცა ჩამჭრელ კითხვებს. ნუსო. საჭმელზე ილაპარაკა. ეგ ცალკეა ეგ რა მოხდა, მაგრამ დენის ტარიფი ნუ აკრიტიკებთ. ხო, ეგ მართალია, ეგ არის. საჭმელზე რა მოხდა, ეგეც უნდა ვნახოთ. ნახე, საჭმელზე ხო დაგვირდე, რომ ძალიან მაღალი кэშბექებიაო. მაღალ кэშბექებს ითხოვენ ეს სავაჭრო ქსელებიო. ამიტომ ძვირდებაო და ჩვენ ახლა ამათ კომისიას დაუნიშნავთ და გავაიაფებინებთ ამ кэშბექებს და ამ გახილვების პერიოდში ქსელების ნაწილმა кэშბექების დამატებით кэშბექები დამატებით კიდევ გაზარდა დისტრიბუტორთა ასოციაცია. ანუ საჭმელიც გაძვირდა. ბიჭო, მაგას დაანებთავ. კომისია ხო მუშაობს? კი, კომისიას ხო არაფერი არ უწევს. არა, კომისია როგორ მუშაობს? თავარია კომისია მუშაობს ხა და კომისია როგორ მუშაობს? საჭმელს დედაც არ ვაწვიეთო. კომისია როგორ მუშაობს, იცი? შეიკრიბა ხალხი. რაც მათი მუშაობა დასაფასებელია, ფული უნდა გადაიხადოს, ეგ რა თქმა უნდა გადასახადებით იკრიბება ეგ ხალხი და აი ეს ხდება. გთხოვთ, გაიაფეთ. არა. ვერ გავაიაფეთ. რო გთხოვთ? აი ძალიან რო გთხოვთ, გაიაფეთ. ნუ თუ მთხოვ 1-2 დღით გავაიაფეთ. ძალიან რო გთხოვთ, აი ესე მუშაობს კომისია, გაძვირდა.
შედეგად გაძვი. დენით გაძვი და საჭმელი მე რა გაძვი და მაინტერესებს, იცით, ხალხს ყველაფერი მიმართავ გაძვი. რა. აი ხალხო ნახეთ. საჭმელი გაგიიაფთ. ანუ ეხლა იაფია საჭმელი. აი რა ღირს საჭმელი. აი მაშინ ხო თქვით რომ მოდი ვამონიტორინგოთ და აი თქვენ თვითონ აი რა ღირს საჭმელი ეხლა იაფია და რატო არ ვაწვევით მთავრობას? აი რატო არ ითარგმნება რაში, იცი? აი რასაც გვპირდება, გადაგვაგდებენ ხოლმე, თავის ხელშია, თვითონ რაღაც მილიონერები არის, პრობლემა არ აქვს, რაში მოუმატონ ტარიფები ეგ არიციან, იქ რაღაც დენზე მოუმატეს, იქ მანქანების იმპორტზე ექსპორტზე მოუმატეს, ექსპორტზე კი იმპორტზე და რაღაც აქ ახლა მაშინ კეშბექიც იმას აქნეს, რაღაც დაამატეს, პრობლემა არ აქვს და ჩვენ რავი აი ეს რა ცუდია, მაგრამ მოდი ისევ საუბრობთ. კი, ანუ რაღაცა სტატისტიკები კი არა. დღეს იყო 10-ად ჩასული პროდუქტებზე რა და კიტრი პამდორი ამოიტანა რაღაც წვრილმანები და ეხა აღდგომა რომ მოდის, აი რაღაც პასკა ხო უნდა გამოაცხო, რაღაც ისენი და 100 ლარი გაფრინდა რა. და რო ვიკითხები რომ რა ხდება, აი რაში დახარჯე, რო ეგეთი ფასებია რა და ბიჭო როგორ თემა იცი აი მე ცოტა უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი რომ საიდან უნდა ვიშო იმდენი ხელფასი რომ ამ მას საჭმელს ეყოს ის კი არა რომ რაღაცა იყოს კარგად ვიცხოვროთ ანუ ცოტა მაგაზე დავიწყე ფიქრი და მან რა პრობლემა იკვეთება ძალიან კონკრეტული გეტყვი რა ჩვენი ეხლანდელი მდგომარეობა კომპლექსურად რო აიღოთ არა მარტო რაღაცა აი თლიანობაში საჭმელმა რომ მოიმატა ფაქტია ეხლა დენი რო ძვირდება ფაქტია საერთაშორისო სიტუაციიდან გამომდინარე ბენზინი რო ძვირდება ფაქტია ეხლა ემატება კიდე ინტერნეტი ძვირდება კი ყურადღება კითხვა ხელფასები იმატებს ხელფასები ნახე აი როგორ არის საქმე აი საინტერესო ძალიან მეწინავე რაღაც გაგებით მეწინავე შეიძლება პირველები ვართ ასეც ითქვას ადგილზე ვართ პენსია ერთ ადამიანს მინიმალური ხარჯების 22% ფარავს საქართველოში და ეს არის მეწინავე ადგილია რაღაც გაგებით პირველ ადგილზე ვართ რაღაც გაგებით რა აი პენსია რაც აქვს პენსიონერს საქართველოში მისი ხარჯების 22% ყოფნის და აი იქნებ სხვაგან რამდენს ყოფნის რა რამდენზე ყოფნის და სხვებთან შედარებით იქნებ ჩვენი მდგომარეობა უკეთესია და იპლეს ევროპის ქვეყნები მთლიანად და ევროპის ქვეყნების ჩამონათვალში ჩავყვეთ ნუ აი ზოგან ესე კარგი შედეგებია რაღაც ზოგან 225%, ზოგან 165%, ზოგან 103%, 90-73 ჩავყვეთ და აი აქ რა არის საინტერესო ჩვენს ზემოთ არის ალბანეთი და უკრაინა ანუ უკრაინა ქვეყანა რომელიც ეხა არის ომის მდგომარეობაში ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზე ჩვენზე უკეთესი მდგომარეობა აქვს ანუ რამდენს ყოფილი ბოლოში პენსია ხო აი ის კი არა რომ აი ბოლოდან მესამე ადგილზე ბოლოში ვარ იგე ანუ აი ადამიანს რაც სჭირდება რომ იარსებოს 22%-ია იმისი რაც პენსიას აწევს და თან რა მაგრა გვიხსნიან ხოლმე რომ ხალხო აი ამდენ პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს ეგ მოდის ხალხო მილიონერი ოღონდ ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ნაცები ამ დროს ღობეს არ ყევენ ღობე მოტეხეს და ამის დრო არ არის ის ღობე რა თქმა უნდა გადაჭრილი იყო ოცნების მიერ მაგრამ გადაჭრილ ღობესაც რატო უნდა არ ყევდნენ კი არ უნდა არ ყევდნენ ამიტომ სახიფათო ვითარებაა და ბიჭო ბაზარი არა უნდა უძოლოთ და ვიყო ღობეს არ უნდა არ ყევდნენ უბრალოდ აი ვინც მაგ ღობეს არ ყევდა მაგაზე რო ოცნებამ თქვა რომ ჩვენ ვაფინანსებდითო კი ეგეც თქვა ხო სახიფათოს მაგას ვამბობ ანუ სახიფათო სიტუაცია აქ ხა ყველაფერს უნდა ფასებზე და საჭმელზე ფასები რა დროს ფასებია კაცო საერთოდ შივრები რო ვიყოთ
უნდა უძლო. ნაცები ღობეს არ ყევი და ნაცები ნაცებს ოცნება აფინანსებს ღობეს არ ყევს და გადაჭრილია ის ღობე, გაჩერდით ხალხო. გაჩერდით, თორე რა ზედმეტ აძლევს შენ თავს. რაღაცა მიხსენ ეს რაღაცა გავაიაფებს ფონზე რომ საჭმელი, დენი, ეს ბენზინი და ინტერნეტი რო გაძვირდა. ჯაი ორი ძირითადი დიდი ბანკი არის საქართველოში რა. ორი დიდი ბანკი. დანარჩენი წვრილ-წვრილად, მაგრამ აი მოსახლეობის რაღაც 90% ან TBC-ის ან საქართველოს ბანკის და ნუ კიდე ნაწილი რახან პენსიებია ლიბერთის მომხმარებელი რა. აი საქართველოში ადამიანი არ არის, ვინც ბანკების თემით არის კმაყოფილი ბანკირების გარდა. კი. აი ნუ პირობითად აი სამი ბანკი ხო არის? ნუ იქ რაღაცა ხო არის რაღაცა მართლობა რა, რაღაც რაოდენობა, ნუ აი 30 კაცის გარდა საქართველოში საბანკო სექტორით არავინ არ არის კმაყოფილი. არც საპროცენტო განაკვეთებით, არც ამ ბანკების მიდგომით, არც იმით რომ ეგ ბანკები მე სხვა ბიზნეს სექტორებში ერევიან და ბიზნეს გუდავენ, იმიტომ რომ ყველაფერი მაგათი უნდა იყოს, სადაზღვეოც მაგათი უნდა იყოს, საავადმყოფოც მაგათი უნდა იყოს, სამშენებლო მაგათი უნდა იყოს, ანუ ყველაფერი ბანკების უნდა იყოს და ჩვენი მთავრობა მაგასთან დაკავშირებით აკეთებს რას იცი? არაფერს. აი მაგ თემაზე რო საუბრობთ ჩვენ, რო არ ვარგა ეგეთი მიდგომა. მაგისი პასუხი რანაირად ხერხდება, რომ პაატა ბურჭულაძემ გადატრიალება არ მოახდინოს. შეგიძლია მიხსნა. აი, ვიღაცა ქართველი ხარ ჩვეულებრივი. ხელისუფლებას ფეხსა კიდე გავიგი, მაგრამ ვიღაცა ჩვეულებრივი ქართველი ხარ. იპოთეკა გაქვს შეტენილი და 10 წელი კიდე უნდა მონასავლით იმუშავო, რომ დაფარო პროცენტი, რომელიც არაფერში არ წერია, სხვა რაღაც წესიერ ქვეყნებში ხო რაღაცა 4, 5, 6%-ში, 22. და მაგაზე მუშაობ რა და ვიღაცა გამოდის და გეუბნება რომ ბიჭო მაგას რამე აი შენ რო გადასახდელი ამ ხელა პროცენტი აი მაგას რამე მოუხერხო და ძიხარ და პაატა ბურჭულაძემ გადატრიალება არ მოახდინა.